არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. სად და როგორ ვისწავლოთ სინანული? სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, ხელიდან ხელში, რაც ნიშნავს ვიპოვოთ თავდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექვნება შემოსრული და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მაცხონებელი, განმაცხოველებელი, სულთქმა და სიხარულით აღსავსე სასოება უფლის გამოუთქმელი გულმოწყალების მიმართ. თუ ვერ შევხვდებით ასეთ მოსწავლებელს, შეიძლება, მაგრამ ეს უკვე რთულია, ეს სწორი განწყობა სინანულის ვისწავლოთ ეკლესიის წმინდა მამათა გულდასხმით კითხვით, განსაკუთრებით ვეცადოთ მათგან გადმოვიღოთ საკუთარ თავზე უაღრესი თავმდაბლობით დაკვირვების ეს ხელოვნება, უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავისადმი, ყველაფერში ფრთხილი დამოკიდებულება საკუთარი სულის ყველა მოძრაობისა და გრძნობის მიმართ. მუდმივი თვით შერიცხვა, საკუთარ თავზე შინაგანი გლოვა, პირადი უღირსების გრძნობა, ღვთისაგან შორს ყოფნის შეგრძნება, ამას სოფლად წირობა. ამისთვის სასარგებლოა წმინდა მამათა კითხვა. განსაკუთრებით დამრიგებლურია მაგალითები მეუდაბნოე ბერთა ცხოვრებიდან. ისინი განსაკუთრებით წარემატებოდნენ საკუთარ თავზე სინანულის გლოვაში, თავმდაბლობაში. ღირსი იოანე კიბის-აღწერლის სინაზმთის იღუმენის რჩევა დარიგებებში მრავლად არის საუბარი იმაზე, რომ სათნოებათა ნიღბის ქვეშ ხშირად იმალება ფარული ვნებები. სინანულის სწორ მიმართულებას მიგვითითებს აბა დოროთეს, წმინდა ბარსანუფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის სწავლებანი. მრავალ მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ გვიანდელი დროის მამებიც, განსაკუთრებით ყურადსაღებია ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნი უხილავი ბრძოლა. ძალზე სასარგებლოა ეპისკოპოს თეოფანი დაყუდებული შესანიშნავი წერილები. სინანულის სულით გამოირჩევა სწავლებანი წერილები და ცხოვრების წესი გვიანდელი მამებისა და მონაზვნებისა, რომლებიც გასულ საუკუნის დასასრულსა და ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ და რომლებმაც არნახური ჭირი და დევნა დაითმინეს, მაგრამ ჩვენს უკანასკნელ სულიერად მძიმე ჟამს განსაკუთრებით შეეფერება გასაგებად ხელმისაწვდომი, ლამაზი და ძლიერი სიტყვით გამორჩეული ზედმიწევნითი საფუძვლიანი სწავლება სინანულზე, ბოროტ სულთა მსაკრობაზე, ხილსა და ვნებათა საფეხურზე, ვნებათა სივერაგეზე. ეს სწავლება მოცემულია წმინდა ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის წიგნში. მათში ერთგვარად შეჯამებულია ეკლესიის ყველა წმინდა მამის სწავლება, რაც ეხება და განმარტავს უკანასკნელი ჟამის სირთულეებს. მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს მეუფე ეგნატეს წიგნებიდან, რაც ეხება ჩვენს თემას. სახელდობ როგორ მოვიძიოთ მაცხონებელი გზა, როგორ განვასხვაოთ ღმერთთან ურთიერთობის ჭეშმარიტი მდგომარეობა, მოჩვენებითისაგან, ხიბლისაგან, როგორ ავირიდოთ მტრის მაცდუნებელი თვალთმაქცობა. ამ კითხვებზე ნათელ და გარკვეულ პასუხს ამ მამის ნაშრომებიდან ვიღებთ. ისმინე საყვარელო ძმაო, ისმინე რით განსხვავდება ხიბლის ქმედება სამღვთო ქმედებისაგან. ხიბლი, როდესაც მიახლდება ადამიანს, იქნება ეს აზრით, ოცნებით დახვეწილი ცრუ წარმოდგენით, გრძნობადი თვალით, დანახული რაიმე მოვლენითა თუ გრძნობადი ყურით მოსმენილი ხმით ცისქვეშეთიდან, იგი მუდამ მიახლება კაცს, არა როგორც შეუზღუდავი ბრძანებელი, არამედ როგორც მაცდუნებელი, რომელიც მასში ეძებს თანხმობას და ამით იძენს მასზე ძალაუფლებას. ხიბლი, მიუხედავად იმისა, ადამიანზე მისი გავლენა შინაგანია თუ გარეგანი, მუდამ გარედან მოქმედია. კაცს შეუძლია მისი უკუგდება. გულის ხიბლს თავდაპირველად მუდამ ერთგვარი ორჭოფობით ხვდება, ეჭვი არ ეპარებათ მათ, რომლებზეც ხიბლმა მტკიცე ძალაუფლება მოიპოვა. ხიბლი არასდროს გაერთიანებს ცოდვით გახლეჩილ ადამიანს, არ დაუშვიდებს სისხლის მოძრაობას, სინანულისათვის არ დამოძღვრავს მოღვაწეს, არ დააკნინებს მისივე თვალში, პირიქით, მასში აღეგზნებს მეოცნებეობას, განუხურვებს სისხლს, მოგვრის რაღაც უგემოვნო შხამიან ტკბობას, ოსტატურად ეპირფირება,
შთააგონებს, რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა იქონიოს, მის სულში აღმართავს კერპს, სახელწოდებით მე. საღვთო მოქმედება უნივთუა, მას ვერ დაინახავ, ვერ მოისმენ, იგი მოულოდნელია, მისი წარმოდგენა და აღწერა შეუძლებელია, ამა სოფლისათვის ნიშანდობლივი შედარებებით. იგი მოდის და მოქმედეს საიდუმლოდ, ჯერ დაანახებს ადამიანს მის მიერ ჩადენილ ცოდვას, შემდეგ სულ უფრო ზრდის მას ამ პიროვნების თვალში, მუდამ შეახსენებს მის საშინელებას, სულს განაწყობს თვითგანკითხვისთვის, აჩვენებს ჩვენს დაცემას, დაღუპვის ან საზარელ ბნელ ღრმა უფსკულს, რაშიც ჩავარდა ჩვენი მოდგმა, პირველ შობილის შეწოდებით, შემდეგ ნელ-ნელა, ხას უსვამთ ნელ-ნელა, ანიჭებს გაურკეცებულ ყურადღებას და შემოსრულ გულს ლოცვის დროს. გულისთვის წმინდა ჭეშმარიტების დამადასტურებელია სიჩუმე, სიმშვიდე, სიცხადე, მშვიდობა, სინანულისა და თვითჩაღმავების განწყობა, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, მანუგეშებელი სასოება ღვთისადმი, სიცრუეს თუნდაც იგი სიკეთით იყოს შენიღბული, ცხადყოფს მისგან აღძრული აფურიაქება, ბუნდოვანება, გაურკვევლობა, ხასიათის მერყეობა, გაფანტულობა, მეოცნებეობა, ანდა სიცრუე მხოლოდ აცთუნებს გულს, თვალთმაგწურად მოგურიც მას კმაყოფილებას, თვითკმაობას, რაღაც გაურკვევლ ღვრიეტკბობას. ცთუნებული გულის ეს სიამე წააგავს მოჩვენებით სიწყნარეს, რაც ფარავს ღრმა ბნელი ჭაობის ურჩხულთა სამკვიდრებლის ზედაპირს. ადამიანის გონებას არ ძალუძს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. შენიღბული ბოროტება მას თითქმის ყოველთვის იოლად ატყუებს და ეს ერთობ ბუნებრივია. კაცის გონება მცირეწლოვანია, ხოლო ბოროტი გულის სიტყვებით მასთან მეომართ აქვთ ასეთი ბრძოლის, მზაკრობისა და ადამიანთა სულების შეპყრობის 7000 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ბოროტი და კეთილი უნდა განასხვაოს გულმა, ეს მისი საქმეა, მაგრამ კვლავ საჭიროა დრო სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისაგან. სანამ გული არ ისწავლის კეთილის და ბოროტის გარჩევას, ძალზე სასარგებლოა გამოცდილი რჩევა მოყვასისა, ვინც ერთ წმინდა ჭეშმარიტ აღმოსავლურ ეკლესიაშია აღზრდილი, ვინც ამ ეკლესიის მიმართ მორჩილებით ეძებდა ნეტარ თავისუფლებას და პოვა კიდეც. ეკლესიისადმი განუხრელი მორჩილების გარეშე არ არსებობს არ ჭეშმარიტი სიმდაბლე, არ ჭეშმარიტი სულიერი აზროვნება. გარეთ კი არის ფართო სივრცე, ბნელი სამეფო სიცრუისა და მისგან გამოწვეული თვითწთუნებისა. ყვინთავი ზღვის სიღრმეებში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს. წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს, ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა და უბოროტებას, ანგელოზთა სადარ უვნებობას, სულიერ განჯესა და სიბრძნეს. ერთი სიტყვით პოულობდნენ სახარებას. ერთმა მონაზონმა სისო დიდს უთხრა, მე მუდამ ღმერთის ხსენებაში ვარ. ღირსმა სისომ უპასუხა, ეგ არაა დიდი რამ, დიდი ის იქნება, როდესაც თავს ყველა ქმნილებაზე უარესად მიიჩნევ. დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება, მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისგან მომავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს. შეხედეთ, როგორ თანხმდებიან მამები წმინდა წერილთან. წერილი გვეუბნება, საკვერთხი არა გდეს ხვერპლი ღვთისა, სული შემოსული, გული შემოსული და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს. ფსალმი 50:18-19. სულიერი სიგლახაკი სინანულის გრძნობას უნდა ეფუძნებოდეს ადამიანისაგან გაღებული შესაწირავი და ყოვლით დასაწველი მსხვერპლი, არადა მათ ღმერთი განაგდებს. მგონი წმინდა მეუდაბნოთა დარად არავინ ჩასწომია სახარებას. ისინი ცდილობდნენ თავად ცხოვრებით, ნაზრევითა და საკუთარი განცდებით განეხორციელებინათ სახარება. გამოირჩეოდნენ უღრმესი სიმდაბლით. ადამიანის დაცემა მუდამ მათი განსჯის თემა იყო, ხოლო მუდმივი საქმე საკუთარ
ცოდვებზე ტირილი. განსხვავებული მიმართულებით წავიდნენ დასავლეთის ეკლესიის მოღვაწენი და მწერლები, რომლებიც მოღვაწეობის შესახებ წერდნენ. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც დასავლეთის ეკლესია აღმოსავლეთისას განეშორა და ერესის დამღუპელ წვრიათში დაინთქა. ეს მწერლები მოუთმენლად მიისწრაფოდნენ და თავიანთ მკითხველსაც უბიძგებდნენ ახალ დამწყებთათვის მეუღწეველი სიმაღლეებისკენ, თავადაც მიექანებიან და სხვებსაც მიათრევენ. აღგზნებული ხშირად გახელებული მეოცნეობა ცვლის მათში ყოველგვარ სულიერს, რის შესახებაც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ. ამ მეოცნებობას ისინი მადმოსილად აღიარებენ. აღმოსავლეთის წმინდა მამანი თავიანთ მკითხველს მიუძღოდნენ არა სიყვარულის ბადეში გასახვევად, არა ხილვითა სიმაღლეებისაგან. იგი მიყავთ საკუთარი ცოდვის, დაცემულობის, დანახვის, მხსნელის აღიარების, შემოქმედის, გულმოწყალების წინაშე საკუთარ თავზე ტირილისაკენ. თავდაპირველად გვასწავლიან ჩვენი სხეულის ბილწ მისწრაფებათა მოთოკვას, რათა იგი შემსუბუქდეს და სულიერ მოღვაწეობას შეძლოს. შემდეგ მიმართავენ გონებას, ასწორებენ მისი აზროვნების ფორმას, შეგნებას, ასუფთავებენ თავიანთ შეძენილ აზრებისაგან, რასაც ცვლიან სახარებაში ცოცხლად ასახული, განახლებული კაცობრივი ბუნების აზრებით. გონების გამართვის შემდგომ წმინდა მამები ზრუნავენ გულის გამოსწორებაზე, მის ჩვევათა და შეგრძნებათა შეცვლაზე. გულის განწმენდა უფრო რთულია ვიდრე გონებისა. დაწმუნდება რა ახალი აზრის სისწორეში, გონება იოლად განაგდებს ძველს და ითვისებს ახალს, მაგრამ შეცვლა ჩვევისა ჩვევით, თვისებისა თვისებით, შეგრძნებისა სხვა საპირისპირო შეგრძნებით ითხოვს შრომის ძალდატანებას, ხანგრძლივ ჯაფას. ეს ძნელად წარმოსადგენი ბრძოლა სიმძაფრესაც წმინდა მამები ასე გამოხატავდნენ: გაიღეს სისხლი და მიიღეს სული. ეს ნიშნავს ჩაეკლათ ყველა ცოდვითი სურვილი ხორცისა და სისხლისა და მათზე დამოკიდებული ყველა ძორა გონებისა და გულისა. საჭიროა სხეული, გონება და გული სულის მართლობას დაუქვემდებაროთ. სისხლსა და ნერვებს მრავალი ვნება აღაგზნებს: ბრისხანება და ვეცხლის მოყვარება, ტკბობის მოყვარება და ცუდმედიდობა. ამათგან ბოლო ორი უკიდურესად აღაგზნებს სისხლის მათში, რომლებიც უკანონოდ მოსაგრეობენ და აქცევს მათ გაშმაგებულ ფანატიკოსებად. ცუდმედიდობის გამო ადამიანი ნაადრევად მიისწრაფვის ისეთი სულიერი მდგომარეობისაკენ, რისი მიღწევაც მას თავისი მიწიერების გამო ჯერ არ ძალუძს, ამიტომაც ვერ აღწევს არა ჭეშმარიტებას, თავისთვის გზავს ოცნებებს. ტკბობის მოყვარეობა კი ცუდმედიდობასთან ერთად კაცის გულში აღძრავს მაცდურ ყალბ ნუგერს, ტკბობასა და თრობას. ეს არის თვითთუნება და ამ მდგომარეობაში იმყოფება ყველა უკანონოდ მოღვაწე. აღმოსავლეთის წმინდა მამებში საერთოდ არ შეინიშნება სისხლის აღგზნებელი მდგომარეობა. ისინი არასოდეს ინთებოდნენ იმ ენთუზიაზმით, რაც სისხლის მიერი და რაც დასავლეთში ხშირად სისხლისღვრიის მიზეზი ხდებოდა. აღმოსავლეთის წმინდა მამათა თხზულებანი გამსჭვალულია ჭეშმარიტი თავგანწირვით, ვნებათა დამასამარებელი სულიწმინდის კეთილსურნელებით. მეუფე ეგნატე ადასტურებს, რომ ხიბლიდან და თავდაჯერებულობიდან აღმოცენდნენ დამღუპელი ერესები, განხეთქილებანი, უღმერთობა, ღვთისმგებლობა. ხიბლის ყველაზე სავალალო ხილული შედეგია არასწორი საკუთარი თავისა და მოყასისათვის საზიანო საქმიანობა. ამ ბოროტებას მიუხედავად მისი სიცხადისა და მასშტაბურობისა, ძნელად ამჩნევენ და ნაკლებად აცნობიერებენ. ასე მოხიბლულ ადამიანებს უკავშირდება ყველასა თუ თვალსაჩინო ფრიად ტრაგიკული შემთხვევები. გოლამის კუნძულზე განცალკევებულ ქოხში ცხოვრობდა სქიმონაზანი პორფირი. იგი ლოცვით ღვაწლს მისდევდა. თუ რა სახის იყო ეს ღვაწლი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მისი მცდარობის მიხვედრა შეიძლება სქიმონაზონის საყვარელი საკითხვის მიხედვით. იგი დიდად აფასებდა დასავლელი მწერლის თომა კემპიელის წიგნს იესო ქრისტე მიბაძვის შესახებ და ამით ხელმძღვანელობდა. ეს წიგნი ცრუ წარმოდგენის შედეგად დაიწერა. შემოდგომის ერთ საღამოს პორფირი მოინახულა ბერები,
რომელთა სკიტიც მისია და უდაბნოდ არც თუ ისე შორს იყო. დამშვიდობებისას ბერებმა გააფრთხილეს, ყინულზე გავლა არ გაბედო, იგი ჯერ ძალზე თხელია. სკიტისაგან პორფირის უდაბნოს ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა, რისის შემოვლაც იყო საჭირო. სქიმონაზონმა წყნარი ხმით და გარეგნული მორიდებით მიუგო. მე უკვე სუბუქი ვარ და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ განწირული ყვირილი მოისმა. სკიტეს ბერები შეშფოთდნენ და გამოცივდნენ ბნელო და მალე ვერ მიაგნეს უბედურების ადგილს და მაშინვე ვერ მოახერხეს ჩაძირულის ამოყვანა. როცა სხეული გამოიტანეს, მას სული უკვე განშორებოდა. ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას. ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველ მამათა დაცემის ძველი ადამიანის სიძველეს. საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღვთო მადლით სიბრმავისაგან განკურნებელი გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიის გვასწავლის მარხვითა და მუხმოდრეკით გამოვითხოვოთ ღვთისაგან ჩვენი ცოდვების ხედვა. ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღვთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი. იგი ცხონების გზაზე დგას, იგი თავისუფალია თვითწუნებისაგან. და პირიქით, ვისაც გონია, რომ მადლის მისაღებად მზად არის, რომ ღვთის ღირსია, მოელის უფალს და შესთხოვს, რომ საიდუმლოდ გარდამოვიდეს, ამბობს, რომ მზად არის მის მისაღებად, მოსასმენად და სახილველად, ის აცტუნებს, ატყუებს თავის თავს. მან მიაღწია ამ პარტავნების მაღალ ფრიალო კლდეს, საიდანაც წარსაწყნედლის ბნელ უფსკულში ცვევიან. გლოვისა და სინანულის გზნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისაგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია, თუ იგი აირჩია, ნუ დაკარგავ მას, ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით, მოჩვენებით, მადლმოსილ შეგრძნებებზე, ნუ წანწლები საკუთარი თავის ცდუნებით. თუ ზოგიერთი მამა წერდა, ამბობს ისააკ ასური, რა არის სულის სიწმიდე, მისი სიჯანსაღე, უნებობა, ხედვა, ეს დაწერა არა იმიტომ, რომ ჩვენ მათ ნაადრევად დაუწყოთ ძებნა და მოლოდინში ვიყოთ. მათ, რომლებშიც დამკვიდრდა და მოლოდინი მოიპოვეს ამ პარტავნება და დაეცნენ. ღვთის ეკლესიამ უკუაგდო ღვთაებრივ მაღალ ნიშთა ძიება და მათი მიღების მოლოდინი. ეს არ არის ღვთისადმი სიყვარულის ნიშანი, ეს სულის სცენია. ყველა წმინდას თავი ღვთის უღირსად მიაჩნდა, ამით კი ავლენდნენ საკუთარ ღირსებას სიმდაბლეს. ყველა თვითწუნებულს თავი ღვთის ღირსად მიაჩნდა, ამით ისინი ცხადყოფდნენ, რომ მათი სულები ამ პარტავნებითა და ეშმაკეული ხიბლით იყვნენ შეპყრობილნი. ზოგმა მათგანმა შეიწყნა რა ანგელოზის სახით გამოცხადებული ეშმაკი და მოჰყვა მას, სხვებს ეშმაკები ნამდვილი სახით გამოეცხადნენ და თავი მოაჩვენეს, თითქოს მათი ლოცვით დამარცხდნენ, ამით მზაუბრობა აღუძვრეს. ზოგი აღგზნებდა საკუთარ წარმოსახვასა და ნერვებს, განახურვებდა სისხლს, ამ გახელებას აღიქვამდა მადლმოსილ ტკბობად. ასეთები აღმოჩნდნენ თვითწუნებულნი, სრულიად გონებად დაბნეულნი, რის გამოც ისინი თავიანთი სულის კვეთებით შეემატნენ განგდებულ სულებს.